აი ჩვენ ვიმყოფებით შერიფ ხევშიაშვილის 51-ში. აქ არის წრიული მოძრაობა და როდესაც მოდიხარ ბათუმიდან ან მოდიხარ აეროპორტის მხრიდან, პირდაპირ აქ შემოუქო ჩვენს ახლა ხედავთ ზღვას. აი აქ არაფერი არ აშენდება, იმიტომ რომ აქ არის გზა და აი ეს არის ჩვენი კორპუსი. აი ეს კორპუსია. აი ესეთი კორპუსი გვაქვს. შესვლა არის შლაგბაუმით. ამ შლაგბაუმის პულტი მე მაქვს. შევდივარ ეზოში და ვაჩერებ ადამიანურად მანქანას, რაც საკმაოდ რთულია დღეს ბათუმში. აი პირველ სართულზე ესეთი დიდი შოურუმი კეთდება, სულ ახალი რემონტჯერ მიმდინარეობს რემონტი, აგებენ აი ესეთ ფილას, ლამაზად კეთდება თანამედროვე. აგერ არის მანქანების ადგილები, ეს არის მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის ეს ეზო. ჩვენი სართული. ახალი ლიფტები ჩააყენეს, 2 ლიფტი არის, რომელიც კონკრეტულად მინის მაცხოვრებლებს ემსახურება და არის მესამე ლიფტი, რომელიც ემსახურება სასტუმროს, რომელიც ჩვენზე ვით არის რამდენიმე სართულზე, იმათ მაცხოვრებლებს. ეს არის ჩვენი კარი, ეს ჩვენი მასალებია. რემონტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, 201 ნომერი. აი შევიდეთ. ვიდივართ, რემონტი მიმდინარეობს ჯერ კიდევ და ასე რომ ძალიან ყურადღება არ მიაქციოთ ბევრ დეტალებს. აი აქ შემოსასვლელში იქნება ესეთი სარკე, ეს თეთრი ფერის იქნება და საკიდი, აქ დასაჯდომი ფეხზე გამოიცვალოს ადამიანმა, საბაზაროში ხელოსნები არიან. ეს არის ესეთი დიდი გარდერობი, რომელშიც გვაქვს აი ესეთი სათავსოები, საუთოებელი არც გამიხსნია ჯერ, პირსახოცები თეთრეული და აქ არის საკმაოდ დიდი ადგილი, შემოდის დასადები. აქ სექციებში იყიდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი. აქ კი უფრო ესეთი პირსახოცები შეიძლება დაალაგდეს ტანსაცმელი და ესე შემდეგ. ეს კი რაც შეეხება ჩვენს ოთახს, ესეთი ოთახი გვაქვს, სამზარეულოს კუთხე, ესეთი დიდი სექცია არის, სამზარეულოსი ზევით, სადაც ჭურჭელი ლაგდება. აი ეს ჭურჭელი, რასაც კი ხედავთ, ყველაფერი არის ახალი, არ გვიხმარია. აი ესეთი ელექტროპლიტა დროებით ესეთი დავდე, თუმცა შესაძლებელია ცოტა დიდის გაკეთება. ახალი მიკროტალღური ეს ტაფები, ჭურჭელი არაფერი არ გვიხმარია. ესეთი აეროგრილი ვიყიდე, ახალი სარეცხი მანქანა არის, 7 კილოიანი, არის ესეთი მაცივარი, საკმაოდ ტევადი, აი აქ არის ადგილი ნაგვისთვის. აი აქ ესეთი ის გვაქვს მაგიდა, სადაც გვაქვს უჯრა და დანაჩანგალი ალაგია. აი ამ ადგილზე უნდა გადმოვიტანოთ მაცივარი, ხოლო მაცივის ადგილზე ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა დაიდგას. აი ესეთი ის გვაქვს სივრცე სამზარეულოსთვის, გამწოვით მუშაობს ძალიან კარგად თან. აი ესეთი საკმაოდ დიდი და ტევადი მაგიდა არის, ბარის. აი აქ კი კარადასთან არის ესეთი მაკიაჟის მაგიდა, სარკეს ექნება განათება გარშემო. ესეთი უჯრა. ჯერჯერობით ხელოსნებს ულაგიათ რაღაცეები. ეხლა შემოდნები აქ დავაწყო, იმიტომ რომ კარადაში ბევრი ლიფტი გვილაგია. კი ჩვენი საწოლია, ესეთი საწოლი გვაქვს. ფარდები ახალია, სულ თეთრეული, ყველაფერი, გადასაფარებლები, სულ ყველაფერი ახალია. აქ არის პულტები, ტელევიზორის, კონდიციონერის და ინტერნეტის, ეს არის სილკნეტის ინტერნეტი გვაქვს. აი ესეთი სივრცე, აქ არის ზიმალეტა, ანუ ზაფთარი ზაფხული კონდიციონერი. აი ესეთი სივრცე გვაქვს. შეკიდული ჭერია, განათებები ახალი გაკეთებულია, კედლები ახალი გაკეთებულია, ყველაფერი მდგომარეობის შემდეგ სულ ყველაფერი გავასუფთავეთ, გავაახლეთ. აი ესეთი გასასვლელი გვაქვს აივანზე და აი ესეთი ლამაზი აივანი გვაქვს. თან ძალიან დიდი აივანია. აქ ძალიან თავისუფლად შეზლონგი დაიდგმება.
და ესეთი ხედი გვაქვს ზღვაზე, რომელიც იქნება გარანტირებული. ამ მომენტში ხელოსნების ინსტრუმენტები ალაგია, ამას არ მიაქციოთ ყურადღება. აი ესეთი პატარა კოხტა სტუდიო გვაქვს, სუფთა გაწკრიალებული მზადარი ღურების მისაღებად, როგორც დღიურად, ისევე ხანგრძლივი ვადით. აი, ესეთი საყვარლობა.